მოგესალმებით ეთერშია წიგნ პოდკასტზე, მე კი მის წამყვანი ლევან კურცხელი ვარ. პოდკასტის მე-14 ეპიზოდში განვიხილავთ საკმაოდ აქტუალურ და საინტერესო თემას, საჯარო საუბრებს და ძალიან საინტერესო წიგნს, ყველაფერი საჯარო საუბრის შესახებ. და პოდკასტს ახორციელებს რადიო ჯიბა. პოდკასტის დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ სტუმარი არის ნატა ასათიანი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი და ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ნატა, გამარჯობა და მადლობა, რომ მოხვედი პოდკასტში. პირიქით, დიდი მადლობა ლევან დაინტერესებისთვის ამ წიგნით და ამ თემით. დავიწყოთ ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი კითხვით, რატო არის მნიშვნელოვანი საჯარო გამოსვლების ასე ვთქვათ ცოდნა და რა არის უნარი? რაში გვჭირდება? ეს არის უნარი, რომელიც გვჭირდება არა ვთქვათ სამუშაო საათებში, არა ოფისში 10-დან 6 საათამდე და არა კონკრეტულად გარკვეულ გარემოებებში, არამედ ეს არის უნარი, რომელიც გვჭირდება ყველგან ყოველთვის 24/7-ზე. გვჭირდება სამსახურში ცხადია, გვჭირდება ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, ოჯახში, შვილებთან ურთიერთობაში, მეუღლესთან, პარტნიორთან არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენ იმდენად რამდენადაც ვართ სოციალური არსებები, ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი აზრი, ჩვენი ფიქრი არგუმენტირებულად, სხვებისთვის გასაგებად, აუდიტორიისთვის მისაღებ ენაზე გადმოვცეთ. აქედან გამომდინარე, საჯარო გამოსვლა რა უნარია, არის სწორედ უნარი, რომელიც გვჭირდება ყველას, ყველა ასაკის ადამიანს. თუმცა დასაწყისშივე როცა აი ამას ასე ვთქვათ ახსნით ხოლმე რომ აი რა უნარია ეს და რატომ გვჭირდება, იქვე მინდა ხოლმე რომ ცხადი და ნათელი იყოს ყველასთვის, რომ ეს არის უნარი, რომლის განვითარებაც, გაუმჯობესებაც, გავარჯიშებაც ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია. მთავარია გადავწყვიტოთ. კომუნიკაცია არის პირველი, რასაც ასე ვთქვათ ადამიანები გავცემთ და ვიღებთ, ხო? ამდენად მნიშვნელოვანია. საჯარო კომუნიკაცია გულისხმობს თუ არა იმას, რომ ჩვენ აპრიორი სხვა ადამიანებს ველაპარაკებთ. თქვენ ახსენეთ, რომ ოჯახის წევრებთანაც გვჭირდება. რას ნიშნავს მაგრამ საჯარო კომუნიკაცია? ხო, საჯარო გამოსვლა, ეს ტერმინი ცხადია მოიცავს თავის თავში საზოგადოების, პუბლიკის არსებობას, რომელთანაც ვამყარებთ ურთიერთობას. თუმცა თუ ჩავუღრმავდებით ამ უნარს, რა უნარია ეს, მივხვდებით, რომ ეს უნარი გვჭირდება ყველგან. თუმცა რა თქმა უნდა, თავიდან, ასე ვთქვათ, როგორც დისციპლინა, როგორც რაღაცა ქვემიმართულება, უფრო მეტად ჩამოყალიბდა ამ თვალსაზრისით, რომ თავიდან იყო მასაზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება, როგორ ყოფილიყო, რა ხერხები გამოეყენებინათ და ნუ შემდგომ უკვე რა თქმა უნდა კიდევ უფრო დააწვრილდა და უფრო ბევრი ასე ვთქვათ შრე შემოვიდა აი ამ საჯარო გამოსვლას, რასაც ვეძახით, აი ამ დიდი ქოლგის ქვეშ. თუმცა გავლენის მოხდენის საშუალება. გავლენის მოხდენის საშუალებაც მათ შორის ცხადია. თუმცა იმდენად რამდენადაც საჯარო გამოსვლის კონტექსტში ჩვენ არავერბალურ კომუნიკაციასაც ასე ვთქვათ ვუერთებთ და ვიყენებთ. აი აქ უკვე შემოდის დიდი დოზით ინტერპერსონალური კომუნიკაცია, იმიტომ რომ არავერბალური კომუნიკაცია, რაზეც ალბათ მოგვიანებით ვისაუბრებთ კიდეც, არის სწორედ ის, რა კომუნიკაციის ხერხსაც აბსოლუტურად ყველა ურთიერთობაში ვიყენებთ. რა არის ყველაზე ხშირი მიზეზი, რამაც შეიძლება ნერვიულობა გამოიწვიოს საჯარო საუბრის დროს? ეს ყველასთვის ძიმე თემა, მაგრამ ჩემთვის. კი ბატონო, ყველასთვის აქვე გეტყვით, ხო? მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ხა თუ ეს ჩემთვის რუტინაა, ხა თქვენ რომ ლექციაზე შედიხართ, დარწმუნებული ვარ, რომ იქ ისე არ ვთქვათ, გიჩქარდებათ გული, როგორც სადღაც საპასუხისმგებლო ახალ გარემოში და ახალი აუდიტორიის წინაშე თუ გიწევთ სიტყვით გამოსვლა, ხო? ამრიგად რაღაცას რომ ივეჩვევით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველგან და ყველანაირი გარემო გახდება ჩვენთვის რუტინა. აქედან გამომდინარე, აი ძალიან დიდი ორატორები, ხა მართლა რომ რაღაცა ისეთი მჭექარე სახელები და გვარებია, ისინიც კი ჩვენ თუ ჩავეკითხებით და ჩავატარებთ ასე ვთქვათ ჩაღრმავებულ ინტერვიუს, აღმოვაჩენთ, რომ ისინიც კი შეიძლება სადღაც ისეთ გარემოში აღმოჩნდნენ, სადაც მართლაც აუჩქარდეთ გული და აი ეს ყველა სიმპტომი რაც არის, ხო, ნერვიულობა, რაც ჩვენ გვყიდის, ასე ვთქვათ, რომ ნერვიულობთ, ეს არის ვთქვათ მოფლიანი ხელები საწავიღო არ ვიცი, ეს ცალკე ამბავია კიდე, ასევე ნუ ყელის სიმშრალე, წამოწითლება და ბევრი სხვა, ასე ვთქვათ, სუფთად სხეულებრივი გამოვლინება იმისა, რომ მე მეშინია. და რა თქმა უნდა, ამას საფუძვლად უდევს ჩვენი შიში და რამდენიმე რაღაცას ემყარება, ასე ვთქვათ, ეს შიში და შეგვიძლია ვთქვათ, ხო? ერთ-ერთი, რაც კვლევებმა გვაჩვენა, თუ რატომ გვეშინია საჯარო გამოსვლის, ეს არის განსჯა.
სხვა ადამიანების მიერ ჩვენი განსჯა. როგორ შეგვაფასებენ, რამდენად კომპეტენტურად ჩაგვთვლიან, ხომ არ დაგვცინებენ. ეს შიში ჩვენი არის ძალიან ადამიანური, ყველამ რო ჩვენ გულის სიღრმეში ჩავიხედოთ, ალბათ ბევრჯერ აღმოვაჩენთ, რომ ასეთ რაღაცეებზე გვინერვიულია, ხო? როგორ შეგვაფასებს სხვა ადამიანი, საზოგადოება, გარე თვალი, ეს ჩვენ გვაღელვებს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამაშიც ახლა ძალიან გულწრფელად თუ ჩავღრმავდებით საკუთარ თავს, აღმოვაჩენთ, რომ ამის აღიარება ცოტა გვერიდება ხოლმე. აი ადამიანები, რომლებსაც უნდათ რომ დაძლიონ ეს შიში, ასე იწყებენ ხოლმე ჩემთან საუბარს, რომ მე კი ვიცი, რომ პრინციპში ეს არ უნდა მაინტერესებდეს, მე კი ვიცი, რომ ამაზე არ უნდა ნერვიულობდე, მაგრამ მაინც ვღელავ ყოველთვის, როცა ვფიქრობ იმაზე, რომ ისინი მე ხა შემაფასებენ და რას ვქვია, არ უნდა ვნერვიულობდეთ, როგორ არ უნდა ვნერვიულობდეთ? უნდა ვღელავდე და ეს ძალიან ბუნებრივია, რომ მე ვღელავ იმაზე, თუ როგორ შემაფასებს ჩემი აუდიტორია. ამიტომ რატომ ვნერვიულობ? მთავარი პასუხი არის ეს, მე მეშინია განსჯის. მით უფრო ახლა კულტურებსაც უნდა შევეხოთ, ხო? ქართულ რეალობაში ერთი პატარა წაბორძიკება და რა ვიცი, მე ფეხის რა ქვია ამას არ ვიცი. ხო, ნუ ესე ვთქვათ, წაბორძიკება შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჩნდეს, ხო? იმიტომ რომ ნუ სოციალური ქსელია დიდი დოზით ჩვენს რეალობაში შემოსული და სოციალურ ქსელში კიდევ ნუ ეს ვთქვათ, განხილვა, განკიცხვა ძალიან ბუნებრივია. რიგ ქვეყნებში, რიგ კულტურებში ცოტა უფრო მეტად მოზომილ კომენტარებს ვნახავთ, ხო? მაგრამ აი ამ რეალობის ფონზე, რა თქმა უნდა, გაასმაგებულია ყოველთვის ყველა საჯარო გამოსვლის წინ მღელვარება, რომ ეხა მე აი არაფერი შემეშალოს, თორე ვიცი, რომ ძალიან გამკიცხავენ. ამიტომ ეს არის დიახ, მთავარი წინაპირობა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო გამოსვლით, გამოწვეულ ნერვიულობაზე თუ რა იწვევს სწორედ ეს, რომ ეს სხვა ადამიანის შემაფასებს და შემაფასებს უარყოფითად, თუმცა იმისთვის რომ მე ეს ნერვიულობა დავძლიო, აი აქ რა უნდა გავაკეთო, აქ არის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ სამუშაო. ტექნიკები. როგორ შეგვიძლია აუდიტორიის ყურადღების მოპოვება და შენარჩუნება გამოსვლის დროს? ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ხო, როდესაც გადიხარ და გინდა რომ ნერვიულობა გადალახო, მაგალითად ჩემი პირველი გამოცდილება როცა ლექციაში შევედი, ძალიან ისეთი იყო. რთული იყო თავიდან. მე ხოთზე რომ კომუნიკაცია არ მიჭირს, ძალიან დავიძაბე, იმიტომ რომ იყო აბსოლუტურად უცნობი ხალხი, სტუდენტები, აუდიტორია, რომელიც არ ვიცნობდი, მაგამდე არ ყავდა ეს ადამიანები ნანახი და შესაბამისად არც მათ არ ყავდა ნანახი და ძალიან რთული იყო და მე ვეძებდი ვიღაცას. აი ვიღაცის თვალით დამყარებინა კოსტ კონტაქტი, რომ ეს ადამიანი მოყვება, გისმენს და მე თითქოს გიმარტივდება. აი მე აუდიტორიაზე მაინტერესებს ეს ვთქვათ, როგორ უნდა შევინარჩუნო, იმიტომ რომ ყველა არ გისმენს, ყველა არ მოყვება და მე ეგეც სტრესავს. გადასარევი ტექნიკისთვის მიგიგნიათ თქვენ თვითონ, ეს არის რეალურად ზუსტად კლასიკა, რასაც გვასწავლიან საჯარო გამოსვლის სპეციალისტები. არსებობენ აუდიტორიაში ყოველთვის ეგრეთ წოდებული ემპათიური მსმენელი, რომელიც აი გისმენს, თავს გიქნევს რიგ შემთხვევებში, შენთვის საკვანძო მომენტებში, თან ისე ზუსტად ხდება, სადაც გჭირდება მხარდაჭერა, თვალებში გიყურებს და გიღიმის და ძალიან ძვირფასი მსმენელია, ემპათიური მსმენელი და ჩვენ ყოველთვის როცა ვღელავთ აუდიტორიაში უნდა ვიპოვოთ ასეთი მსმენელები, რომლებიც აუცილებლად იქნებიან და მათთან გქონდეს ასე ვთქვათ სწორება. მათგან მოსულია ეს არავერბალური კომუნიკაციით სწორედ მოსული ინფორმაცია, რომ თან მიმდევრული ხარ, მოყვები, მესმის, რასაც ამბობ და მაინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო გამომსვლელისთვის, რომ მე ესე იგი სწორ გზაზე ვდგავარ აი ამ განცდისთვის. რა თქმა უნდა, აუდიტორიაში არიან ადამიანები, რომლებიც ესე უბრალოდ გადაწოლილები არიან საზურგეზე და ეჭვის თვალით გიყურებენ, ან არც გიყურებენ, ან თავიანთ ინტერესზე მორგებული ალგორითმით ხელში უჭირავთ გადასარევი სმარტფონი, ტელეფონი, რომელიც გაცილებით უფრო საინტერესოა მისთვის, ვიდრე მე, რომელმაც რაც არ უნდა გავაკეთო ახლა, როგორც პრეზენტატორმა ვერ ვიქნები სოციალურ ქსელზე უფრო მისთვის საინტერესო. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა უბრალოდ ცნობად მივიღოთ, რომ ასეთი მსმენელი არსებობს და ასეთი მსმენელი რომ მყავს მე აუდიტორიაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ცუდი პრეზენტატორი ვარ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი რიგზეა, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები, ნეიტრალურად განწყობილი ადამიანები არსებობენ. ეს ნეიტრალურად განწყობილი ადამიანები ძალიან ბევრ სფეროში გვხვდებიან, ხო? მარკეტინგსაც თავისი მარკეტინგშიც თავისი ადგილი აქვთ მიჩენილი ამათ. ცოტა სკეპტიკოსებს, ცოტა რომ ჯერ ეჭვის თვალით გიყურებენ და ჯერ სხვებმა უნდა შეაფასონ თუ იყიდონ ეს პროდუქტი და მე რო გადადგავენ ნავის, ხო? ეს მარკეტოლოგებისთვის ეს ცნობილი ამბავია. დაახლოებით ასე არის საჯარო გამოსვლის შემთხვევაშიც. ამიტომ აი ამ ცოტა ინდიფერენტულმა მზერამ და
და დამოკიდებულებამ ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს, უბრალოდ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად და თავიდანვე უნდა გვქონდეს ინფორმაცია, რომ ასეთი მსმენელიც არსებობს და უნდა ვიპოვოთ ეს ეგრეთ წოდებული ემპათიური მსმენელები, რომლებიც ჩვენ ძალიან გვამშვიდებენ. მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის ეს არის, რომ უკუკავშირი პროცესშიც უნდა მივიღოთ ჩვენი მსმენელებისგან. როგორც კი კითხვის დასმა ერთი მეთოდია ყურადღების მიპყრობის და ძალიან ეფექტური, განსაკუთრებით დასაწყისში. ჩვენ გვასწავლიან, რომ დასაწყისი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რამდენიმე წამში მე მივიპყრო აუდიტორიის ყურადღება. ეს მე შემიძლია როგორ გავაკეთო? მიუხედავად იმისა, რომ აი ჩვენ როგორც პრეზენტატორები ვღელავთ იმაზე, რომ ეხლა მე რო იქ შემომჩნევენ, რომ ნერვიულობ, იქ რო ეხლა მე ენა დამიბას, მე ხო როგორი სამარცხვინო იქია, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასე ყურადღებით ჩვენ არავინ არ გვისმენს. ენაც რომ დაგვებას, რაღაცა რომ არასწორად ვთქვათ, რომ რა ვიცი, რომ ვთქვათ, რომ ვიბლუყუნო, აი ეს ფრაზაც არის ხოლმე, მე რა ვქნა ბლუყუნებთ კიდეც, მაგრამ არ ამახსოვრდება მსმენელს ეს, იმიტომ რომ მსმენელი თავისი ბუნებიდან გამომდინარე უკვე უყურადღებო მსმენელია, ასე ვთქვათ. თავისი საფიქრალი აქვს, თავისი რაღაცა თემები აქვს, რომელზედაც ფიქრობს, თავისი ბავშვის დაბადების დღე ახლოვდება, იპოთეკის გადახდის დღე ახლოვდება, რაღაცები თავისი სადარდებელი აქვს და ასე ყურადღებით არ გვისმენს. ნეტა გვისმენდეს. და რადგან ასე ყურადღებით არ გვისმენს, ამიტომ ჩვენ რაღაცა ხერხები სხვადასხვა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მათი ყურადღება მივიღოთ. პირველი სწორედ და ძალიან ეფექტური არის, რომ კითხვით დავიწყოთ. კითხვა დავსვათ დასაწყისში. ეს კითხვა ცხადია არ უნდა იყოს არც ძალიან ისე გრძელი, ვრცელი და სხვადასხვა პასუხის მომლოდინე კითხვა, არამედ ეს უნდა იყოს უბრალოდ დიახ ან არა პასუხი, რომელიც აფხიზლებს აუდიტორიის წევრს და რატომ. როგორც პრეზენტატორს მეშინია განსჯის და მეშინია რომ ეხა არ აღმომაჩინონ, რომ მე რაღაც უცოდინარი ვარ და არაკომპეტენტური ვარ, ასევე თურმე მსმენელსაც ეშინია აი ამბის რა თვალსაზრისით რომ ახლა რომ უცებ კითხვა დამისვას და ვთქვათ მე რომ მომმართოს და მე რომ პასუხი არ მქონდეს ან მე რომ ყურადღებით არ ვუსმენდი ამ კითხვას შევრცხვები. აი ეს მოდის თურმე ერთ-ერთი პირველი კვლევები რასაც აჩვენებს და ამიტომ მსმენელიც თუ კი ესმის მას ინტონაცია კითხვის, უცებ გამოერკვევა ამ თავისი რაღაცა კითხვებიდან თუ სირთულეებიდან თუ თავისი პრობლემებიდან უცებ ამოყოფს თავს და მართლაც მომართავს ყურადღებას სპიკერისადმი, როცა კითხვითი ფორმულირება ესმის მას. ამიტომ დასაწყისში ჩემ თემატიკასთან დაკავშირებით თუ დავსვამე კითხვას, გარანტირებულია რომ თავიდან ყოველ შემთხვევაში აი ამ ყურადღებას მივიპყრობ. აი მაგალითად, მე თუ მაგ შეხვედრავ სტუდენტებთან და ვლაპარაკობ საჯარო გამოსვლით გამოწვეულ შიშზე. შემიძლია პირდაპირ დავიწყო ასე კითხვით, რომ იცით რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ მდგომარეობაზე, რომლისაც რიგ შემთხვევებში უფრო ეშინიათ კვლევების თანახმად ადამიანებს, ვიდრე სიკვდილის. უკვე ხო რაღაც ისეთია, ვიცი, არ ვიცი და რაღაცა ვიწყებ უკვე გამორკვევას, რომ მართლაც თურმე კვლევებმა აჩვენა, რომ რიგ შემთხვევებში ადამიანებს საჯარო გამოსვლა კიდევ უფრო აშინებთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა შიში და ფობიას, რასაც ვეძახით, ხო? ამგვარი კითხვის ფორმულირებით დაწყება საჯარო გამოსვლის ნამდვილად და რასაც თქვენ ბრძანებთ, როგორ მივიპყროთ აუდიტორიის ყურადღება, ერთ-ერთი ეფექტური ნამდვილად არის ეს. მეორე რასაც გვთავაზობენ არის, რომ ციტატით დაწყება. ამ თემატიკასთან დაკავშირებული ციტატა დავიწყოთ სტატისტიკით. თუ კი გვაქვს რაღაცა თემაზე ვსაუბრობთ, რომელთან მიმართებაშიც გარკვეული მაღალი ციფრებია სტატისტიკის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია რომ სტატისტიკით დავიწყოთ და შემდეგ შევიდეთ შინაარსში და ასე შემდეგ. ეს ვთქვათ, ტექნიკები არსებობს, ეს ტექნიკები წლებმა და 10 წლეულებმა გამოსცადა და არაფერი ველოსიპედის მოგონება ჩვენ არ გვჭირდება, უბრალოდ ჩავხედოთ და ჩვენი თემა მოვარგოთ აი ამ ტექნიკას. ხო, მსმენელი არ უნდა დაიწყო ხუმრობით, ხო? ყველაზე დიდი რისკია. ხუმრობა რისკია. ერთ-ერთ მეთოდად გვთავაზობენ ასევე, რა თქმა უნდა, ხუმრობას, მაგრამ ძალიან კარგად უნდა გესმოდეს. ხა ჩვენ ვიცით რამდენიმე, ჩვენი ეს ვთქვათ თანამედროვე, თანამოქალაქე, რომლებიც ფანტასტიკურად ხუმრობენ და მათთან რომ მივდივარ და მათ რომ უნდა მოусმინო, იქ მაგ მოლოდინი კიდეც ის იხუმრებს, მაგრამ მე მაგალითად ამას ვერასდროს ვერ ვრისკავ, იმიტომ რომ მე შეიძლება სამეგობროში კარგად ვიხუმრო, კარგად ვხუმრობდე და ხალხს ვაცინებდე, მაგრამ დიდი აუდიტორიის წინაშე ძალიან სპეციფიური ამბავია. აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ უფრო ფრთხილად. და აქედან გამომდინარეც ყველაზე უფრო მარტივი ხერხი ეს არის კითხვის დასმა. კითხვა, რომელიც შეიძლება სულაც რიტორიკული იყოს და არ მოითხოვდეს პასუხს, მაგრამ ისევ და ისევ კითხვის ფორმულირება აფხიზლებს მსმენელს და მაყურებელს. წიგნში მოყვანილი მაგალითებიდან რომელი ყველაზე ეფექტური გზა რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი საჯარო გამოსვლა, თუნდაც საუბარი?
მახსოვს ადრე ქადაგები პირში იყრიდნენ ქვებს, ხო თუ არ ვცდები, რომ კარგად ელაპარაკეთ. კი, ცნობილი ნაწარმოებიც გვახსოვს ალბათ ამასთან დაკავშირებით, ხო? დღეს უკვე აი ამ, ტექნოლოგიის განვითარების პირობებში ერთ-ერთი, რასაც ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ყველას, ეს არის, რომ დადექით სახლში და ჩაიწერეთ. გვაქვს ყველა smartphone-ი. ადრე იყო რომ სარკის წინ იმეცადინე და სარკის წინ შეხედე საკუთარ თავს, მაგრამ სარკის წინ მაინც არ არის ისეთი ეფექტური, როგორც აი კამერის წინ მე დავდგე, მოვყვე ეს ჩემი პრეზენტაცია თუ რაღაცა ანგარიშის წარდგენა თუ ნებისმიერი სხვა საჯარო გამოსვლა, ან კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური საჯარო გამოსვლა და შემდეგ ვუყურო, მოვუსმინო, იმიტომ რომ ზუსტად მივხვდები, სად მჭირდება მეტი აქცენტი, ზუსტად მივხვდები არავერბალურ კომუნიკაციას რამდენად აქტიურად ვიყენებ, ან ვერ ვიყენებ და გამოსწორებასაც უფრო კარგად შევძლებ. და მთავარი წესი არის, რომ საჯარო გამოსვლა თუ მიწევს, თქვათ, ორ კვირაში მუშაობა მასზე უნდა დავიწყო დღესვე. ორშაბათიდან დავიწყებ, როგორც დიეტას არ უხდება, ასევე არ უხდება ამ საქმესაც, ხო, დიდი ხნით ადრე გულისხმობ რატომ, რომ მე ამ თემაზე უნდა გონებაში ვმუშაობდე, რაღაცებს ვალაგებდე. და აი როცა მე ამ თემაზე ვფიქრობ, ბევრს, შეძლების დაგვარად ბევრს, ახლა რა თქმა უნდა, რაციონალური დრო უნდა მივცეთ საკუთარ თავს და ძალიან დიდი დრო არ გვაქვს ხოლმე მოსამზადებლად, მაგრამ რაც გვაქვს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. წინა ღამეს მე უცებ დავჯდები და რაღაცას დავწერ, მეორე დღეს აუცილებლად შევალ, არ დამამახსოვრდება და არ ვიქნები საკუთარ თავში დარწმუნებული და საკუთარ თავში თუ არ ვარ დარწმუნებული, სხვასაც ვერ დავარწმუნებ, ხო? და საჯარო გამოსვლა სადღაც დარწმუნების ხელოვნებაა. არ თუ არ კიდე საშუალება რომ რაღაცაზე გადაიტანო, ხო? მე მაგალითად მქონია ეგეთ გამოცდილება, რომ გამოსვლის დროს ამას რაც დაუძახებთ გონების გაქცევად, რომ წყდება აზრი, იმიტომ რომ მე უკვე რაღაც იბნევი და შემდეგ ცდილობ რაღაც საგანზე გადაიტანო ყურადღება. არის ეს პრაქტიკაში რა გვეხმარება რამეში თუ არა? კი დიახ, ამაზე გვეუბნებიან, რომ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში სხვას თუ იმ ეტაპზე ვერაფერს მოვიფიქრებთ, შეიძლება ნერვიულობის დაძლევისთვის, მაგრამ შეიძლება მე ამან თავის მხრივ შეგვიშალოს ხელი. ამიტომ ჩვენ თუ წინასწარ ვიმეცადინებთ, ვამბობ ხოლმე შეგნებულად აი ამ ზმნას, იმიტომ რომ მეცადინეობა სჭირდება მართლაც ყველა საჯარო გამოსვლას. აი ეს აზრის გაწყვეტის ალბათობა, აზრის გაქცევის, დაბნევის ვიღაც თუნდაც ხო ესეც არის, ხო? ხო, მაწყვეტინებს, მან უკვე ეგ არის პროცესის ნაწილი და ძალიანაც კარგი გამაწყვეტინოს თავისი აზრი დამისაბუთოს ამ თემასთან დაკავშირებით, უბრალოდ მე უნდა მახსოვდეს ჩემი მთავარი გზავნილები, ჩემი მთავარი მესიჯი რა არის. მთლიანად საჯარო გამოსვლა აქვს შესავალი ცენტრალური ნაწილი და დასკვნა და გვეუბნებიან, რომ აჯობებს ცენტრალური ნაწილი დავყოთ 3 ქვე თემად. ნებისმიერი თემა, მე მეუბნები ხოლმე, კი, მაგრამ არის თემები, რომელიც არ იყოფა. არ არსებობს თემა, რომელსაც თემატურად პუნქტებად, ასე ვთქვათ, კლასტერად ვერ ჩამოვაყალიბებ 3-ად. 3 რატომ? გვეუბნებიან ასევე, რომ ადამიანს ერთი კონკრეტული დროის მონაკვეთის განმავლობაში შეუძლია, პლუს მინუს 3-4 რაღაცის დამახსოვრება. და მოდით, ბარემ აი ესე შეფუთულად მივცე ეს ინფორმაცია, ჩემი თემის ირგვლივ, რომ უფრო მეტი შანსი იყოს, რომ რაღაცა მაინც წაიღოს სახლში და დაამახსოვრდეს. იმიტომ რომ ჩვენ კვლევები გვეუბნება, რომ 24 საათის გასვლის შემდეგ ძალიან ცოტა პროცენტი ამახსოვრდება იმ ინფორმაციის, რა ინფორმაციასაც ვაწვდით. მერე კიდევ ჩვენი მეხსიერებაც თავისებურად მუშაობს, ხო? აი რომ წარმოვიდგინოთ ერთგვარი უჯრები, სადაც რაღაცა სხვადასხვა ინფორმაცია გვიდევს. რაც უფრო მეტად დალაგებულად მოგაწვდი ინფორმაციას, უფრო ზუსტად მიხვდები, რომელი უჯრა უნდა გააღო და ჩადო და აქედან გამომდინარე, მე თუ მექნება მკაფიოდ დალაგებული 3 მთავარი გზავნილი, ანუ 3 მთავარი თემა, ჩემი დიდი თემის ირგვლივ, რაც უნდა ვუთხრა მე აუდიტორიას და ეს მე მაქვს გავარჯიშებული, ვიცი შესავალში რაზე ვაკეთებ აქცენტს და დასკვნაში რა მთავარ გზავნილებს ვიმეორებ, როგორც არ უნდა გამაწყვეტინონ, მე მაინც ამ რელსზე დავრჩები. აი ეს არის სწორედ მომზადება, მეცადინეობა, წინასწარ და ვარჯიში არის ყველაფრის წამალი. იმის რომ მე რაღაცა დამავიწყდეს, იცით რატო რომ მაგალითად მე თუ რაღაცაზე გადავიტანე ყურადღება, მე არის ხოლმე რა ვთქვათ კალამი და კალამი ვთქვი გამივარდა ხელიდან, მე რას ვაკეთებ?
კიდევ უარესად ვიბნები. არის ხოლმე მე კიდე რომ კალამი მავიწყდება და რაღაცა ხელზე რაც უკეთიათ ხოლმე სამკაული იმას ათამაშ. არის ხოლმე რომ შეყვებათ ხოლმე შეხვედრაზე გასაღები მაგალითად გასაღებების აცმა, რომელიც საბოლოო ჯამში მსმენელებს მეტი არაფერი არ ესმის ამ აცმის რაკარუკის და ხმაურის გარდა და ასეთი რაღაცებისგან პირიქით ყველაფრისგან უნდა გავასუფთავოთ ჩვენი სათქმელი, ჩვენი საჯარო გამოსვლა იყოს მხოლოდ ტექსტი და ამ ტექსტთან ერთად ჩვენი არავერბალური კომუნიკაცია. თვალებით კონტაქტი, ჟესტიკულაცია, მიმიკა და კიდევ სხვა ბევრი მახასიათებელი. იგრძნო ეს აუდიტორია, ხო? კი ბატონო. ეს წიგნივისთვის არის. აი მაგალითად სტუდენტებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, სპიკერებისთვის, მენეჯერებისთვის, თუ ყველასთვის, ვისაც უნდა ან უცდია საჯარო გამოსვლა. ეს წიგნი არის ყველასთვის, ვისაც ერთხელ მაინც ქონია უხერხულობა საჯარო გამოსვლით გამოწვეული, ვისაც ერთხელ მაინც უთქვამს რაიმე სიახლეზე, პერსპექტივაზე მის პროფესიაში უარი, იმიტომ რომ შეეშინდა საჯაროდ გამოსვლის. ძალიან ბევრჯერ გამიგია, რომ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ თავი ავარიდო საჯარო გამოსვლას. ან მოდი მე გაგიმზადებ, აგიწყობ პრეზენტაციას და შენ წარადგინე. რატო? როცა მე ავაწყე, მე ვიმუშავებ, არა მე წარვადგინო, ხო? აი ასეთ პატარა დეტალებზე რომ საკუთარ თავს ვეუბნებით უარს, შესაძლოა ეს პატარა დეტალი იყოს ჩვენთვის რეალურად დიდი ტრამპლინი კარიერაში. ან დავანებოთ დიდ ტრამპლინს თავი და უბრალოდ თვითრეალიზაციისთვის ძალიან კარგი გზა, თვითეფექტურობის განცდის მოტანისთვის ძალიან კარგი გზა. და რატომ ვუთხრათ საკუთარ თავს უარი იმაში, რისი კიდევ ერთხელ გავარჯიშების საშუალებაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ და ეს წიგნი არ არის დიდ ორატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც აი დაიბადნენ იმისთვის, რომ ისაუბრონ. ხო, მე აქ მაგალითადაც მომყავს მე მგონი კახი კავსაძე, რომელსაც ძალიან ხშირად მომყავდა ხოლმე მაგალითად სტუდენტებისთვის, ადრე უფრო. ახლანდელი ახალი თაობა აღარ იცნობს, ანუ ცოცხლად აღარ უნახავთ ყოველ შემთხვევაში, ხო, მისი როლები. ეხლა კახის ნაირი ადამიანი თუ არის, აქეთ გვასწავლის ყველაფერს, ხო, მისი ეს ანთებული თვალები და მისი ექსპრესია, მაგრამ ჩვენ ჩვეულებრივი უნარების ადამიანებზე ვსაუბრობთ, როგორიც ვარ მე და როგორ ძალიან ბევრი და სწორედ აი ესე საკუთარ თავზე დაკვირვებით, პირადად მე და აი ძალიან ბევრი ლიტერატურის გააზრებით, რასაც გვთავაზობენ, დასავლური ლიტერატურა, შევეცადე რომ შემექმნა წიგნი დიახ სტუდენტებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ ეს უნარი გაიუმჯობესონ და მათ შორის ინტერპერსონალური ურთიერთობებისთვისაც. თქვენ კახი კავსაძეზე საუბრეთ და საუბარმა მოიტანა. ზოგიერთ მართლა ბუნებრივად ორატორია, ხო, მე მახსენდება კიდე ესეთი ორატორი იყო ლეს ბრაუნი, motivational speaker იყო, რომელიც მოედანზე გამოდიდა და სავსე მოედნებს საუბრებოდა. ნუ სასწავლო ენერგიას ასხივებდა ეს კაცი და მთელი მოედანი უსმენდა. ნუ წარმოუდგენელი რა ძალისხმება უნდა გქონდეს, რომ ეს გააკეთო, რომ ამდენი ხალხი ჩართო, ხო, ამაში. და კიდე იყო რევერენდ აიკი, ეს იყო ministers ეძახიან, ანუ პასტორს უფრო მაღალი პოზიცია, ისიც ეკლესიებიდან, ასე ვთქვათ, ნასწავლიან გამოსილებით, ასევე დიდ იმებს მართავდა, ასე ვთქვათ, აუდიტორიას. აი მან რომ მივდივართ, როცა ჩვენ ბუნებრივად არ გვაქვს ეს ორატორის ნიჭი, მაგრამ გვჭირდება, ხო? მაგალითად ვიღაც პოლიტიკაში ჭირდება, ვიღაცას მენეჯმენტის კუთხით ხალხს უნდა ელაპარაკოს და ჭირდება. ხوار კარგავთ ავთენტურობას. აი სადგადის ზღვარი, რომ მე უკვე თავიდანვე კი ნავარჯიშები ვარ, მაგრამ რაღაც მომენტში მე ჩემ თავზეც მიგრძნია, რომ არ ვარ ყოველთვის ავთენტური, ხო? ძალიან კარგი კითხვაა. მეც ხშირად მიფიქრია ამაზე. თუმცა აი საჯარო გამოსვლის სფეროდან რო გავცეთ ამ კითხვას პასუხი, პირიქით. კიდევ უფრო ჩვენი ავთენტური ბუნების წინ წამოწევას ეხმარება, როცა მე ვმუშაობ საკუთარ თავზე. იმიტომ რომ ყველგან აი მთელ ამ წიგნს და ხა ეს წიგნი მართლაც სხვაში წვეთია, ხო? გაცილებით უფრო გადასარევი წიგნებია საჯარო გამოსვლის შესახებ დაწერილი, დასავლური თუ როცა ამერიკული გამოცემების მიერ გამოშვებული, სადაც ყველგან ერთ და იგივეს წავაწყდებით, აი მართლა სტრიქონებს შორის, რომ თავარი არის გულწრფელობა. აი ეს გულწრფელობა უნდა ჩანდეს ურთიერთობაში. თუ არა და მართლა წყალში გადაყრილი იქნება ყველაფერი. და ჩვენ ვიცით ასეთი სპიკერები, ხო, რომლებთანაც გულწრფელობას საერთოდ არ გაუვლიათ გვერდით და როგორი მძიმე საყურებელია. აქედან გამომდინარე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მე ვიცი რას ვლაპარაკობ, მე დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, ეს არ არის პროპაგანდის იარაღი, მე ვიცი რას ვაკეთებ, მე ვემსახურები საზოგადოებას უკეთეს მათ ინფორმირებას. საზოგადოების ინფორმირება რა არის? მათზე ზრუნვა, მათი უკეთესი რაღაცა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება თუ უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა. რაღაცაში მე ვიხარჯები ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ და თუ
ვიბრძვი, არ ვიცი ხო, ახლა სფეროს გააჩნია, თუ ექიმი ვარ მე, ასევე ინფორმირებული მინდა იყოს ჩემი საზოგადოება და ამიტომ ველაპარაკები, თუ პოლიტიკოსი ვარ, ახლა ქართულ რეალობას თუ არ ავიღებთ, მაინც მაგალითად სამწუხაროდ, ზოგადად პოლიტიკოსი რას უნდა აკეთებს, ხო, თავის იდეოლოგიურ პლატფორმას აცნობდეს ადამიანებს და ამ იდეოლოგიის შესაბამისად მიდიოდნენ შემდეგ ისინი და არჩევნებზე აკეთებდნენ თავიანთ არჩევანს. შესაბამისად, აქაც პოლიტიკოსის მთავარი, ვთქვათ, ინსტინქტი ამ შემთხვევაში არის ის, რომ მე რისიც მჯერა და მე ჩემთვის მთავარი ღირებულება უნდა იყოს, რომ მე ადამიანების უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვი, აი ამაზე გელაპარაკები და ყველა სფეროში აბსოლუტურად, სადაც ჩვენ საჯარო გამოსვლა შეიძლება დაგჭირდეს, მთავარი ღერძი უნდა იყოს, რომ მე მჯერა რას ვაკეთებ და მე გულწრფელი ვარ. აი ამის მერე ვიწყებთ ჩვენ უკვე უნარების დახვეწას და არა პირიქით. თუმცა манипуляციას მათ ვერ გამოვრიცხავთ, ხო, მაგალითად იგივე პოლიტიკოსების შემთხვევაში, ხო, იმიტომ რომ ისინი შე შემთხვევაში შეიძლება ჯეროდეთ კიდეც იმ იდეოლოგიის, მაგრამ манипуლირებენ, ხო, სხვა მოსავლენებით. ხო, და ზუსტად ეგ მაწუხებს აი კითხვა, რომ აი მან გვემჩნევა თუ არა ხოლმე, რომ კარგავთ ავთენტურობას. მე მაინც გულწრფელსავ ერთგული დავრჩები, ასე ვთქვათ, ამ ჩემი დისციპლინის და ვიტყვი, რომ ავთენტურობა და გულწრფელობა არ უნდა დავკარგოთ. ეს გულწრფელობა დგას ყველა სხვა რაღაცა უნარზე ზემოთ. ეს უკვე ღირებულებითი ნაწილია, ხო? მე გულწრფელი ვარ თუ არ ვარ კომუნიკაციაში. ეს კიდევ უფრო მაღლა ავდივართ, რომ მე კარგი ადამიანი ვარ თუ არ ვარ და ჩემთვის ღირებული რა არის და მაშინ უკვე კონვენციონალური მორალი, გაზიარებული მორალი რა არის ჩვენ შორის, ხო? და ეხლა ჩვენ ისეთ თემებს ვიხებით, რომ აქ უკვე საჯარო გამოსვლის ხელოვნება განზერჩება ცოტა, კიდევ უფრო ღირებულ რაღაცებს ვეხებით და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს, რა თქმა უნდა, გულწრფელობას, რა თქმა უნდა, რაღაცა ტყუილი აქ არ უნდა იყოს, მე უნდა პატივს ვცემდე მეორე ადამიანს, ვისთანაც ვამყარებ მე კომუნიკაციას და პატივისცემაში, სწორედ ეს იგულისხმება, რომ მე არ ვატყუებ მას და როგორ ველაპარაკო, რომ უფრო კარგად გავაგებინო, უფრო გასაგებად ჩამოვაყალიბო, ჩემი დროის რესურსი დავხარჯო და ვთქვათ, დავაზღვიო და მის დროსაც ვცე პატივი, აი უფრო ამაზეა ლაპარაკი აქ. ჩვენ შევეხეთ მათ შორის საქართველოს ფაქტორსაც, ქართული კულტურის ფაქტორსაც, ხო? აი ჩვენი კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით, აი სპეციფიურად ქართველებისთვის რა ჩვევა არის თვალსაჩინო? ქართველებისთვის, ზოგადად ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე, ექსპრესიული საუბარი გვიყვარს ხო და აქედან გამომდინარეც პოლიტიკოსების მიმართაც ეს დაკვეთა გვაქვს ხოლმე გარკვეულწილად არა, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ლიდერი თუ აღმოჩნდება ხოლმე, საერთოდ ვერ ვიგებთ, არ გვესმის რას გველაპარაკება, ეს ჩვენი პრობლემაა რეალურად და ასე ვთქვათ, საზოგადოებაც ალბათ უნდა გაიზარდოს ამ თვალსაზრისით, ხო, აი რაც უფრო გულზე მჯიხს იცემს ასე ვთქვათ, ემოციური საუბრების უფრო ჯერა ემოციურად ლაპარაკობს, გეგონება შინაარსი მეორე ხარისხოვანია და ემოციას უფრო ვიჯერებთ. ეს ნამდვილად არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა, მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, ასე ვთქვათ, და მეც შემიმჩნევია საკუთარ თავში ეს მინუსი ნამდვილად და ამაზე გვაქვს სამუშაო უდაოდ, რომ უფრო მეტად შინაარსზე ვიყოთ კონცენტრირებული და არა ვთქვათ გამოხატვის ფორმებზე. არა ვთქვათ მარტო იმის სახელზე, რომ რაღაცა ვინ უფრო მეტად პატრიოტია, არა მხოლოდ სადღეგრძელოების დონეზე, არამედ რეალურად საქმის დონეზე. ეს სადღეგრძელობით შეიძლება რომ განვიხილოთ საჯარო გამოსვლად თუ არა. სადღეგრძელობი როგორ არის, მე მინახავს ერთი-ორი ისეთი თამადა, ისეთი სერიოზული თამადა, რომ ნამდვილად ყველა სპეციალისტ ჯიბეში ჩაგვისვავს და ყველა წიგნს წაუკითხავად, რაც კი დაწერილა ამ სფეროში, ასე რომ ცხადია, კი, რა თქმა უნდა და მე ზოგადად ძალიან სიმართლე გითხრათ, მიყვარს ეს ქართული კულტურა. მე თვითონ ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ძალიან კარგი მაგალითები მაქვს სუფრის ნანახი და ბევრჯერ ყოფილვარ ასეთ სუფრაზე, სადაც მართლაც გამორჩეულია თამადა და სხვათა შორის ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა ფსიქოლოგმა იმოგზაურა საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში. წარმოიდგინეთ, რას დამართნიდნენ ამ კაცს, ხო? მოატარეს მთელი საქართველო, ყველა კუთხე სუფრი და სუფრაზე და კიდე სუფრაზე და წასვლისას უთქვამს, რომ მე მგონია საქართველოში ფსიქოთერაპევტები არ დაგჭირდებათ. რაც ახლა ნახეო რეალურად სუფრაო მნიშვნელოვნად თამაშობს დადებით როლს ამ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით თქვა ეს, მაგრამ დიახ, სუფრაზე საჯარო გამოსვლის მართლაც მარგალიტები შეგვიძლია ხოლმე აღმოვაჩინოთ.
თქვენი გამოცდილებით რა როლი აქვს ემოციურ ინტელექტს ეფექტური საჯარო გამოსვლისთვის? ემოციურ ინტელექტს ზოგადად ძალიან დიდი როლი აქვს ყველაფერში, ალბათ ამეთანხმები და მათ შორის საჯარო გამოსვლის ორგანიზებაში. ემოციური ინტელექტი უფრო რო ვთქვათ, ჩავშალოთ, ჩემთვის რა არის? ეს არის ინტრაპერსონალური ინტელექტი და ინტერპერსონალური ინტელექტი. ინტრაპერსონალური არის, მე შემიძლია საკუთარ ემოციებს ჩავუღრმავდე, გავერკვე, რაღაცა კითხვები გამიჩნდეს საკუთარ ემოციებთან, საკუთარ თავთან მიმართებაში და ამ კითხვებზე პასუხებს ვეძიო, მოვიძიო და არის კიდევ ინტერპერსონალური, რომ სადაც უკვე ემპათია შემოდის, სადაც უკვე სხვისი გათვალისწინება შემოდის და აი ამ კონტექსტში რა თქმა უნდა ემოციური ინტელექტს ძალიან დიდი როლი აქვს ყველაფერში და მათ შორის საჯარო გამოსვლის ორგანიზებაშიც და სწორედ აი რაც დასაწყისში ვახსენეთ ეს რომ მე გრძნობდე უკავშირს აუდიტორიიდან, აქ მეხმარება ძალიან რა თქმა უნდა ინტერპერსონალური კომუნიკაცია და შესაბამისად ემოციური ინტელექტი. თუმცა კიდევ ერთხელ ამას ასე რომ ვსაუბრობ, ხოლმე მე რაღაცნაირად შიში მიპყრობს იმასთან დაკავშირებით, რომ მსმენელმა თუ მაყურებელმა არ ჩათვალოს, რომ ეს მე დიდად არ მახასიათებს და შესაბამისად არც გამოვივა. არა, გამომუშავებადია. აი ეს განცდაც, უკავშირის მიღების არხის გახსნის შესაძლებლობაც არსებობს. ყოველთვის უბრალოდ უნდა ისევ და ისევ გავერკვეთ რა შეგვიძლია, რა არ შეგვიძლია და საიდანაც უკვე აღარ შეგვიძლია, იქიდან დავიწყოთ გაუმჯობესებაზე მუშაობა. კომფორტის ზონას ცდები და ამას ვარჯიშობ. კომფორტის ზონას ნამდვილად ცდები. კი, კომფორტის ზონას უნდა გავცდეთ, სხვაგვარად არ გამოდის. რა განსხვავება საჯარო გამოსვლას, ასე ვთქვათ, ნერვიულობა საჯაროცა გაქვს საჯარო გამოსვლის დროს და პირად შეხვედრაზე განცდილ დაძაბულობას შორის. საერთოდ არის მათ შორის ამ განსხვავება? საჯარო გამოსვლა თავისი ბუნებით არის გაცილებით უფრო ფორმალური, ოფიციალური და აქედან გამომდინარე მღელვარება იქ უფრო დიდია. იმიტომ რომ საჯარო გამოსვლაზე, თუ ჩვენ ესე დავყოფთ, ხო, რომ საჯარო გამოსვლა არის რა, რომ მე მივდივარ სადღაც, ადამიანები იქ არიან ჩემთვის უცხო, არც თუ ისე კეთილგანწყობილი და მე იქ უნდა დავიცვა საკუთარი პოზიცია, კომპანია თუ ნებისმიერი რამ, რაზეც მე ვსაუბრობ. შესაბამისად, იქ ისევ აი დასაწყისში რაც ვახსენეთ, რომ განსჯის ნაწილი უფრო დიდი დოზით შემოდის, რომ მე იქ განსჯიან და ასე ვთქვათ, ინდივიდუალურ შეხვედრებზე მე ხო კოლეგასთან, რომელთანაც ისეაც ნორმალური ურთიერთობა მაქვს, თუ მეგობართან თუ სხვა გვარ შეხვედრებზე, ნაკლები იქნება ბუნებრივია ეს განსჯის ელემენტი და შესაბამისად მღელვარებაც ნაკლები იქნება. ამიტომ არის რომ აი სულ მეუბნებიან ხოლმე რომ აი პატარა წრეში ან ჩემთვის ნაცნობ წრეში ხო არ მიჭირს და აი რო შევდივარ სადღაც იქ რა მემართება, იქ გვემართება, იმიტომ რომ ის გარემო ჩვენთვის უცხოა. თუმცა აი აქ არის ძალიან კონკრეტული ხერხები და ტექნიკა, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგალითად, რასაც მე სულ ვუყურებ და ვაკეთებ და თქვენც ხარ დამეთანხმებით, რამდენჯერ ხანდრა მოგწერეთ და ხანდრა სანამ თქვენთან მოვიდოდი, მაგიდა როგორია, ვუყურე დაბეჯითებით, როგორია კადრი, იმიტომ რომ რაც უფრო ნაცნობია შენთვის გარემო, აუცილებლად ნაკლებია მღელვარებაც. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. აი თუ თქვათ რაღაცა ვიცი რომ საჯარო გამოსვლა მაქვს სადღაც რომელიღაცა კონკრეტულ აუდიტორიაში, საჯარო გამოსვლა ცოტა ისე ჟღერს ხო, მართლა ძალიან ოფიციალურად და მყირალა ტერმინია. უბრალოდ პრეზენტაცია მაქვს სადღაც, ნებისმიერი გამოსვლა. მე შემიძლია მიახლოებით ვნახო როგორია ეს ოთახი. სად იქნება ეს შეხვედრა? წინასწარ მისვლა. მე წინასწარ ძალიან ხშირად მივსულ ვარ. გამივლია, გამომივლია, შეიძლება შიგნით ვერ შევედი, მაგრამ იმ შენობასთან მივსულ ვარ, მაგალითად, სადაც უნდა მქონოდა ეს საჯარო გამოსვლა. ეს აუცილებლად ამშვიდებს. ცოტა რომ გადავუხვიოთ თემას, ახლა სწორედ ერთიანი ეროვნული გამოცდებია და ღელავენ ცხადია აბიტურიენტები და რა ვქნათ, როგორ დავძლიოთ ეს მღელვარება, რა თქმა უნდა, ეხლა როცა კარს მომდგარია, აღარც უკვე გამეორებას აქვს აზრი მასალის, აღარც მით უფრო ახლიდან სწავლისთვის არის დრო. ერთადერთი, რასაც ვურჩევდი ხოლმე იყო ყოველთვის, რომ მიდი. აი ამ საგამოცდო უბანზე მიდი, გაიარ გამოიარე, გზაც უკვე განსაზღვრე, სად მიდიხარ, როგორია ეზო, სად შედიხარ, რომ შენთვის აი ცოტათი მაინც ნაცნობი გახდეს ეს გარემო. ნაცნობ გარემოში ჩვენ არ ვღელავთ. ჩვენ ყველაფრის გვეშინია და ვღელავთ ისეთის, რაც ჩემთვის უცხოა. შესაბამისად, აი ერთ-ერთი რჩევა რაც არის ხოლმე ჩემთვის, რომ როგორ დავძლიო მღელვარება, არის რომ მიდი, გაიარ გამოიარე, თუ ვერ გაიარ გამოივლი, ყოველ შემთხვევაში ვებგვერდზე შედი ამ ორგანიზაციის, სადაც მიდიხარ, აუცილებლად ექნებათ ერთი ახალი ამბავი მაინც დადებული იმ ოთახიდან, სადაც ზოგადად კეთდება მსგავსი შეხვედრები. არ ვიცი, ნებისმიერი გარემოს შესწავლა უფრო მეტად შეგვიძლია. როგორი არის აუდიტორიის რეაქციის მნიშვნელობა და აქვე ეს რაღაცას ვიკითხავ, როცა აუდიტორია არ მოგყვება, რა უნდა გააკეთო მაშინ?
ან ეგეთ გამოცდილება თუ გქონიათ, რომ ქონია, როცა აუდიტორია არ მომყვება, შემიცვლია მსვლელობა პრეზენტაციის. ქონია შემთხვევები, როცა დამდგარ ვარ, დამიწყია საუბარი და ხვდები, რომ საერთოდ სხვაგან აღმოჩნდი, რაღაცა დავაკელი. აქ ერთადერთი პასუხია. მე ან აუდიტორია ვერ შევისწავლე, ან ვერ გავთვალე მათი ინტერესები, მათი ასაკი, საათი, ასევე მაგალითად თუ საღამოს ვატარებ პრეზენტაციას, უნდა ვიყო გაცილებით უფრო ლაკონური და სხარტი, იმიტომ რომ მთელი დღეს ადამიანები დაღლილები, ნამუშევრები, უნდა უბრალოდ თავარი უთხრა და გაუშვა. თუ დილა შეიძლება რომ უფრო მეტად ცოტა ნელა, ცოტა ხუმრობით რაღაცეებით დაიწყო შეურიო და უფრო ისე ღიმილიანი მშვიდი ტონალობით დაიწყო, იმიტომ რომ არასად არავის არ ეჩქარება და აი ესეთი დეტალები შესაძლოა რაღაცა ვერ გავთვალე და იმიტომ ვერ მიდის კარგად. როცა ხვდები რომ პრეზენტაცია კარგად ვერ მიდის, ვაკეთებ ხოლმე, მე ყოველ შემთხვევაში რაღაც ვაკეთებ, ალბათ ვდგები, ან ვიცვლი პოზას და აი უფრო ახლოს მივდივარ აუდიტორიასთან, ან იქვე ჩამოვჯდები მერხზე, მაგიდასთან, ან აი რაღაცას ვცვლი და ვცდები რომ კითხვები დავსვა უფრო მეტი. და შევამჭიდროვო, რა თქმა უნდა, საუბარი. აი ეს არის სწორედ რომ როგორც არ უნდა მოვემზადო, იმდენად ცოცხალი ორგანიზმია საჯარო გამოსვლა, შეიძლება სულ სხვანაირად წავიდეს, მაგრამ სულ სხვანაირად რომ წავა, მე მაშინ ვიქნები სულ სხვანაირად წასული სცენარის შემთხვევაშიც ნორმალური და კარგი საჯარო გამოსვლელი, თუ მე ის მთავარი კარგად მაქვს ნამეცადინები და ნამუშევარი, რომელზე დაყრდნობითაც მე ინტერპრეტაცია გაცილებით მარტივია. თავიდანვე ინტერპრეტაციის იმედად არ უნდა ვიყოთ, ხო? დედა ჩემი მეუბნებოდა ხოლმე პატარა რო ვიყავი, რომ შემთხვევით კარგად არასდროს არაფერი არ გამოდის. შემთხვევით შეიძლება გამოვიდეს ცუდად. ნუ რაღაცა შენ დაგეგმე და არ გამოვიდა. შემთხვევით კარგად თითქმის არასდროს არ გამოდის. ამიტომ ჩვენ უნდა მოვამზადოთ ყველაფერი და როცა უკვე მე მზად ვარ, მე ინტერპრეტაციისაც აღარ მეშინია. თუ წიგნს შევაჯამებთ ერთი სიტყვით, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი, მთავარი რჩევა ამ წიგნით? ამ წიგნის მთავარი ერთ-ერთი სათქმელი არის ის, რომ ჩვენს ხელთ არის ჩვენი უნარები, ჩვენს ხელთ არის ჩვენი შესაძლებლობები, რომელიც აი მართლა უღრუბელია, რომელიც თუ მოვინდომეთ, შეგვიძლია, რომელმაც შეიძლება მონდომების შემთხვევაში შეიწოვოს ძალიან ბევრი ახალი და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი უნარი და რომ ამ უნარის განვითარების და უნარების განვითარების არეალი და სივრცე ყოველთვის არის და ნებისმიერ ასაკში. მთავარია მოვინდომოთ და მთავარია კიდევ ერთი რაღაცა რომ საჯარო გამოსვლით დავანებოთ საჯაროებას თავი უბრალოდ გამოსვლებით ჩვენ სიამოვნება მივიღოთ. აი აქამდე უნდა მოვიტანოთ ეს ყველაფერი რომ ეს იყოს ჩვენთვის სახალისო სიამოვნება. სტრესს რაც შეეხება სტრესული შეიძლება იყოს, მაგრამ აი ის სტრესი, რომელსაც ახლა თქვენ გულისხმობთ, სტრესული არ იყოსო, ის სტრესი უნდა დავძლიოთ და მეორე სტრესი, რომელიც მე უფრო მობილიზებულს მხდის, უფრო ყოჩახს მომხდის იმ მომენტში, ის სტრესი რომ მაქვს, ჩავთვალო რომ ეს უნდა იყოს კიდეც. უნდა იყოს, ცოტა უნდა ამიჩქარდეს გული, რა თქმა უნდა. ცოტა უნდა წამოვწითლდე კიდეც, იმიტომ რომ მობილიზებული ვარ, იმიტომ რომ პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, როცა აუდიტორიის წინაშე გამოვდივარ და ამ პასუხისმგებლობას მოაქვს, რა თქმა უნდა, ადრენალინი და ადრენალინი უცებ რა, ასე ვთქვათ, გადმოიფრქვევა ჩვენს ორგანიზმში, გარკვეულ ცვლილებებს იწვევს, სუფთად სხეულებრივ. მაგრამ ეს სხეულებრივი ცვლილებები კარგია, იმისთვის რომ მე უფრო მობილიზებული ვიყო, უფრო ყოჩაღად და ყურადღებით ვიყო, უბრალოდ აი ის მეორე ნაწილი, სტრესის ის ნაწილი, რომელიც მიშლის ხელს, მინიმუმამდე უნდა დავიყვანო და მინიმუმამდე მაშინ დავიყვან, თუ მე წინასწარ მაქვს ნამუშევარი ჩემს გამოსვლაზე. მან სუნთქვაც მნიშვნელოვანია. სუნთქვა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ყოველთვის ვურჩევ ხოლმე და მეც გამიკეთებია. მე ყოფილა შემთხვევები ძალიან მინერვიულია და დღემდე მეკითხებიან ხოლმე შენ ხო ხარ რაღაცზე ინერვიულებ, როგორ არ ვინერვიულებ? აი აქ მოსვლის წინაც კი, ჩემთვის რა თქმა უნდა იყო მღელვარე პერიოდი, იმიტომ რომ პასუხისმგებლობასთან მივდივართ ისე. ხო, ყველას გვაქვს. უდაოდ ასეა. მაგრამ აი თუ ვთქვათ შევატყერო რაღაცა განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო ხდება ჩემს თავს და მართლაც მაქვს გული აჩქარებული და სუნთქვა ცოტა გახშირებული, ხო, აი უნდა შევეცადოთ, რომ აი ხო რამდენიმე წამში დავიწყებ საუბარს, ну წარმადგენს, თქვა ჟურნალისტი წარმადგენს თუ რაღაც ჩემი უფროსი წარმადგენს და შემდგომ უნდა
გავმართო პრეზენტაცია და აი წინა რამდენიმე წამის განმავლობაში ვიწყებ ძალიან ნელა სუნთქვას. ძალიან ნელა, მაგალითად არის ასეთი ტექნიკა სუნთქვის ყუთი. ნელა სუნთქვის, თუ მშვიდის სუნთქვის ყუთი, რომელიც ყუთი რატო? რომ ყუთს 4 მხარე აქვს, ასე ვთქვათ. პირველი 4-4-ად რო დავყოთ, ხო? პირველი გვერდი არის 4 თვლაზე უნდა შევისუნთქო, ღრმად. 4 თვლა გავაჩერო სუნთქვა. აბა, ცადოთ. 4 თვლაზე გამოუშვით აერი და 4 თვლა ისევ არის სუნთქოთ. შემდეგ ისევ 4, ოღონდ ეს 4 თვლა გულში სწრაფად ითვლით, ეს არ არის 4 წამი, ეს არის 4 თვლა, მაგრამ ვთქვათ, სუნთქვისთვის არის მაინც უფრო ნელა სუნთქვა და როცა მე ნელა ვსუნთქავ, შესაბამისად, ჩემი გულისცემაც წყნარდება და ჩემი გონებაც ვფიქრობს, რომ ჩემი სხეული წყნარად არის, ესე გაცეფი არ ხდება სანერვიულო და შვიდად ესე არაგადარებით და არა ვთქვათ, სწრაფი სუნთქვა რას აკეთებს? წყვეტილს ხდის ჩემს წინადადებას, საუბარს. და როცა წყვეტილია წინადადება, მე მეტყობა რომ ნერვიულობ და ის მთავარი ჩემი მღელვარება რომ ეხა მე შემამჩნევენ რომ ნერვიულობ და გამსჯიან კიდე უფრო აქტივირდება და ნელა რომ ვიცი რომ ნერვიულობ ზუსტად ნერვიულობ იმაზე რომ ვიცი რომ ნერვიულობ და ვინერვიულებ იმაზე რომ დაინახავენ რომ ნერვიულობ და მოკლედ აი ამ ნერვიულობას რომ ცოტათი დავეხსნათ ძალიან კარგი მეთოდია ასევე ეს ნელა ვისუნთქოთ დავიმშვიდოთ თავი და ისე დავიწყოთ საუბარი და კიდევ ერთი აი ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია შესავლის დაზეპირება. დაზეპირება ზოგადად გონია რომ დაზეპირება ცუდია, იმიტომ რომ მე თუ ერთი სიტყვა მაინც დამავიწყდა ყველაფერი ამერევა. მე მომსვლია ეგრე რომ დაზეპირებული მქონია და რომ დამავიწყდა მე სულიანად ავირია და მომიწია რაღაც თვით ხო, გარკვევა რაღაცებში. ძალიან ეფექტური არის ზოგადად, თუმცა ისიც რა თქმა უნდა ინდივიდუალურია თქვენი შემთხვევის არ იყოს, მაგრამ ზოგადად მე თუ შესავალი მაქვს დაზეპირებული რა დონეზე რომ ზუსტად ვიცი რომელი წინადადების მე რას ვამბობ და შესავალი ხო პატარაა თან შესავალი არის მთლიანი ჩვენი პრეზენტაციის 10-20% მეტი არა ანუ აი 10 წუთით ვლაპარაკობთ მაქსიმუმ 2 წუთი უნდა იყოს ჩემი შესავალი და ეს შესავალი როცა მე მაქვს დაზეპირებული როცა მე არ ვფიქრობ რომელი ზმნა რომელ ბრუნვაში უნდა ჩავსვა და ეხლა რა უნდა გავაკეთო გაცილებით უფრო მარტივად მიდის შემდეგ ყველა მთელი პროცესი იმიტომ რომ მე აღმოჩნდა რომ ჩვენ ვნერვიულობთ დასაწყისში ყველაზე მეტად შუაში აღარ ვნერვიულობთ და შუაში აღარც გვისმენენ. სამწუხაროდ ისევ და ისევ არ გვისმენენ ჩვენ. როგორც არ უნდა მოვემზადოთ და ხა მთელი ერთი კვირა ვემზადებოდი ჩემი საჯარო გამოსვლისთვის, თავში თუ მომაქცევენ ყურადღებას მადლიერი ვიქნები, შუაში აუცილებლად უნდება ეს მათი ყურადღება და ნუ ბოლოსკენ ისევ თუ მე გამოვიყენებ რაღაცა ტრანზაქციულ წინადადებებს თუ ვიტყვი რომ აი და ბოლოს და მოდით კიდევ ერთხელ და აი რაღაცა ბოლოს დასკვნას მოვუყრით თავს, მაქვს იმის შანსი რომ აი დასკვნა მაინც გავატანო სახლში. დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ მათ შორის თავს გზომ თავდაჯერებულად, ხო? თავდაჯერებულად. როცა მე სიტყვებს არ ვეძებ ისე მოდის აი ეს რამდენიმე წინადადება, მე უკვე არავერბალურ კომუნიკაციაზე ვზრუნავ. ხელებისაც წავიღო, არის ერთ-ერთი ძალიან მტკივნეული ნაწილი ამ ყველაფერში და ამაზე ხელებსაც უნდა წავიღოთ. არის ერთ-ერთი მეთოდი, მე მიჭირავს ფურცლები ხელში და ამით ის საჯარო გამოსვლა, რაღაცა ჩემთვის მორგებული სტრუქტურით ჩამოწერილი, რომლითაც ვსაუბრობ და მიჭირავს ხელში და ეს არის ჩემთვის რეალურად მთავარი საყრდენი იმისა თუ ხელებსაც წავიღოთ, თუმცა აქაც არის აი ესეთი ფურცელი შეიძლება ერთი წუთით რომ აი ესეთი ფურცელი თუ მიჭირავს აუცილებლად იწყებს და მე აი ესე უნდა გავასწორო. მე ეს ხმაურს გამოსცემს. ამიტომ გვირჩევენ რომ ეს ხო A4-ია, A5 იყოს. A5 იყო დაახლოებით ესეთია, პატარაა. და A5 ისე მიჭირავს რომ არ ვარდება. ეს თუ დავიჭერ უკვე კარგია. ასევე უნდა იყოს ერთ გვერდზე დაბეჭდილი და არა ორივეზე რომ გადავშლი მე არ ვფურცლო. უნდა იყოს რაღაც აკინძული აუცილებლად ან დამაგრებული რომ არ დამეყაროს, იმიტომ რომ კვლევები ამასაც გვეუბნებიან და გებრუნებთ თქვენ ფურცელს რომ გვეშინია ასევე რომ ეს ფურცლები რომ დამეყაროს ეხა მე ავქნა და არავის არ ეყრება და არც ჩვენ არ დაგვეყრება როცა გავალთ, ხო? ამიტომ აი ესეთი ავტომატური ნეგატიური აზრები, რომელიც მოგვდის ჩვენ, უნდა გამოვიჭიროთ და მათზე ვიმუშაოთ. ასევე თუნდაც რომ აი ენად ისევ რომ დაუბრუნდეთ, ვთქვათ, რა არის ეს შიშები, ხო? რაც ყველაზე მეტად გვაშინებს, არის ისევ და ისევ რომ გამსჯიან და ენა დამებმება. მერე ვეკითხები ხოლმე რომ მოდი აბა გაიხსენე ბოლო დროს, როცა მსმენელი იყავი შენ და უსმენდი სხვებს, მათ რო დაებათ ენა რა მოხდა.
არაფერი არ მოხდა. არც გახსოვს. არც გვახსოვს, არ მახსოვს. და ჩემი ენით დაბა რატო იქნება ხა ასეთი წარუშლელი მოგონება და შთაბეჭდილება. ცხადია რომ არ იქნება. მერე არის ხოლმე კიდევ რომ დავდგე და რომ ვერ გავიხსენო. აი რომ დავდგე და საერთოდ რომ სიტყვა ვეღარ წარმოვთქვა. გქონია შემთხვევა ესეთი რომ დადექი და საერთოდ ვერ წარმოვთქვა. არა მქონია. რატო გგონია რომ მაშინ გვექნება, ხო? ესეც არის ნეგატიური ავტომატური აზრი, რომელიც საკუთარ თავზე გვიყალიბდება და რომელიც რიგ შემთხვევაში ბავშვობიდან მოდის. ესეც უნდა გვახსოვდეს, ხო? ბავშვობაში თუ ვთქვათ მე ზრდიდნენ ესე მშობლები რომ უნდა ყოფილიყავი ძალიან ყოჩაღი და არაფერი არასდროს შემშლოდა და თუ მე თუ რამე მეშლებოდა ვისჯებოდი, შემდგომ შეიძლება ამან გარკვეული რწმენა წარმოდგენა ჩამომიყალიბა მე რომ მე არასდროს არაფერი არ უნდა შემეშალოს და არასდროს არაფერი არ მეშლება თუ ვზივარ კომპიუტერთან თუ ერთ-ერთზე ვთქვათ ველაპარაკები ადამ, მაგრამ თუ დიდი აუდიტორია და მღელვარება შემოდის, იქ უკვე ეს თავდაჯერება მიქრება და იქ მოდის უკვე ეს ნეგატიური ავტომატური აზრები, რომლებიც უნდა გამოვიჭიროთ, დავამუშაოთ და შევცვალოთ ისინი ასე ვთქვათ პოზიტიური რწმენა წარმოდგენით თუ რაღაც რეალისტური რწმენა წარმოდგენით საკუთარი თავის შესახებ და გაცილებით უფრო მარტივი და სასიამოვნო ხდება ეს პროცესი. ნატა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, რაღაცა მეც ვისწავლე. მადლობა. ჩვენ კი ამით დავასრულეთ, გემშვიდობებით, გამოყვებით Instagram-ზე, Facebook-ზე, YouTube-ზე და TikTok-ზე. ნახვამდის.